ჯერ ეს არის კატასტროფა, როცა განადგურდა ახლად აღდგენილი გარსაფარი და რას გვაძლევს გარსაფარი ზონა და რატო უნდა აღდგენილიყო გარსაფარი ზოლები დედოფლის წყაროში. ყველა შეფასებით და ანგარიშებით, რაც კი დადებულა გარემოს დაცვის სფეროში და განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, დედოფლის წყარო არის ყველაზე მოწყვლადი ეკოსისტემის მატარებელი და პირველი მაჩვენებელია იმისა, რომ იქ ხდება გაძლიერება ნახევარ უდაბნოდან ზოგ მონაკვეთებში, სადაც გვაქვს გადადის პირდაპირ უდაბნოში. ანუ ხდება ეკოლოგიური ცვლილება ეკოსისტემის და შესაბამისად არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ რამენერად ეს პროცესი იყო შეჩერებული და კლიმატის ფონზე, დათბობის ფონზე და იმ ცვლილებების ფონზე რაც ხდება, დედოფლის წყარო უფრო და უფრო მოწყვლადი იქნება. ერთადერთი გამოსავალი, რითაც შეიძლება რომ შენარჩუნებული იქნას ასე ვთქვათ სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის იგივე მეცხოველება ვთქვათ თუ ხორბლის მოყვანა რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბეღელი იყო დედოფლის წყარო ყოველთვის ამ მიმართულებით და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ აღვადგენთ იმ გარსაფარებს, რომელიც თავის დროზე განადგურდა. გარსაფარი ზონების მაშინდელი სქემა, ეს იყო 30-იანი წლები, როცა პირველად გაკეთდა გარსაფარები დედოფლის წყაროში, ის იცავდა ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისგან მიწას. როგორც კი გარსაფარები ამ კერძო საკუთრებაში გადაცემის დროს, როცა გარსაფარი მოექცა, ასე ვთქვათ, კერძო მონაკვეთზე და მოსახლეობა მის მაგივრად რომ შეენარჩუნებინა, დაიწყო განადგურება, რეალურად საბოლოო ჯამში მათი მოსავალი დაეცა. იმიტომ რომ ის, რასაც აკეთებს გარსაფარი, გარდა იმისა, რომ წყალმარეგულირებელია და შეუძლია ესე იგი არ გამოფიტოს ნიადაგი და შეუშალოს ქარისმიერი ეროზიის გავრცელებისა, მას შეუძლია გარკვეულად შთილის შენახვა, ანუ წყლის კონდენსაციის გამოწვევა კონკრეტულ ნიადაგებზე. ამიტომ გარსაფარი ზოლების აღდგენა არის ერთადერთი გამოსავალი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ფართო მასშტაბიანი, უკვე ამ შეერად ვიხმარ ამ სიტყვას, ეკოლოგიური კატასტროფა გავაჩეროთ, რაც შეიძლება მოხდეს დედოფლის წყაროში, იმიტომ რომ იქ ხდება კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს ბევრი სპეციალისტისთვის გასაგები იქნება ერთი ეკოსისტემის მეორე ეკოსისტემაში გადასვლა, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ, ანუ მოვახდინოთ ისეთი ჩარევები, ამას ქვია მიტიგაციური ღონისძიებები, ისეთი განვახორციელოთ, რომლითაც გავაჩეროთ პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარეა. ამას კიდე ემატება ერთი პრობლემა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გარდა გარსაფარებისა, გარსაფარის აღდგენა იქნება ძალიან რთული დედოფლის წყაროში დღევანდელ პირობებში და უკვე გახარებული ენერგიების დაწვა ჩათვალეთ, რომ ეს იყო კატასტროფა. იმიტომ რომ უფრო და უფრო გაგვიჭირდება გახარება გარსაფარის ზოლების დედოფლის წყაროში, იმიტომ რომ წყლის რაოდენობა არის აშკარად მოკლებული და აქ არის კიდე აღსადგენი მელიორაციული სამუშაოები არის სერიოზული ჩასატარებელი და ძალიან ბევრი სისტემები, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო განხორციელებული და დღეს დაშლილი და გაყიდულია თავის მილებიანად, უნდა აღადგეს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამ მიმართულებით და ერთი მეცხოველების განვითარება დედოფლის წყაროში პრაქტიკულად იქნება შეუძლებელი, იმიტომ რომ საძოვრების პრობლემა დაგვიდგა ისევ და ისევ, იმიტომ რომ გადამხმარია ყველა საძოვარი არა მარტო ძოვების რაოდენობის გაზრდიდან, არამედ იმიტომ რომ გარსაფარის ზოლებიც აღარა გვაქვს საძოვრებს, რომელიც იცავდა. გარსაფარის ზოლების სქემები იყო შემუშავებული კიდევ ერთხელ 30-იან წლებში. შესაბამისად ეს სქემები უნდა ამოვწიოთ, არც არავინ არ დაინტერესებულა როგორ გააკეთებია. ძალიან ბევრ შემთხვევაში გარსაფარის ზონების პროექტების მიერ აღდგენილი გაკეთდა იქ, სადაც არის გადასარეკი ბილიკი. უკაცრავად, მაგრამ სადაც გადასარეკი ბილიკია და სადაც არის საძოვარი, იქ არ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ სწორად უნდა დაგეგმო, სად შეიძლება და სად არ შეიძლება. არ შეიძლება კერძო საკუთრებასთან მიმართებაში ცალკე პრობლემებია, იმიტომ რომ ადამიანს ფაქტიურად ადგილ ტერიტორიას ვართმევთ და აქ როგორ
დამოკიდებულება უნდა იყოს მის გარსაფართან მიმართებაში, ეს კიდე ცალკე იურიდიული საკითხია, რომელიც სერიოზული სამუშაო. ხანძრები, რომელიც ახლა მოხდა, იყო იმის შედეგი, რომ მოსახლეობა თვლის, რომ მას ექნება კარგი საძოვარი, თუ ის წინასწარ გადაწვავს და მე ამოვა ახალი ბალახი და გადაწვას აკეთებენ იმ პერიოდში, როცა უკვე ბალახი აღარ ამოვა. საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ ფაქტიურად ჩვენ ნიადაგებში აი ამ არასწორი მეთოდებით, გადაწვის მეთოდით, ცეცხლის მოკიდებით და კარგი ბალახი ამოვა, იმასაც თავისი დრო ქონდა, როცა როდისღაც აკეთებდნენ და წელს ამის გაკეთება, უბრალოდ დღევანდელ 21 საუკუნეში ამის გაკეთება არის ყოველად დაუშვებელი, იმიტომ რომ მთლიანად კარგავთ ნაყოფიერ ფენას მიაწევ და ანუ ისეთი რაღაცა ხდება, რომ მიწა მთლიანად არის ფაქტიურად ან დამლაშებული, ან სერიოზული პრობლემა აქვს შექმნილი და საერთოდ აღარ მოდის ბალახი. და ის კი არა, რომ გადაწვის შედეგად კაი ბალახიო, არასწორი მართვა არის აი ამ მიწების, როგორც საძოვროთა მიმართებაში. და გადაწვა გამოიწვია ის, რომ ეს გარსაფარები განადგურდა ბოლომდე. იმიტომ რომ ნახევრად გამხმარიც იყო. მოდი ვთქვათ პირდაპირ. და ვიღაცას უშლიდა ხელს. ხომ არ უნდა მოხდეს გადაწვის აკრძალვა, ან რაიმე შეზღუდვები ამ კუთხით. გადაწვის აკრძალვა პრინციპში მომხდარია და რეალურად არის ნათქვამი, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ მოსახლეობის აი როგორი სიტუაცია იცით და არ მუშაობს მენტალობაში უზით, რომ აი ეს უნდა გააკეთონ, საბოლოო ჯამში იქ მივიღეთ უდაბნო. ესეთი რამე მოხდა ყველგან და ნიადაგის ფენა მთლიანად არის გაფუჭებული. ზედაპირი ამასობაში იქ არის შავმიწა ნიადაგები, რომელიც ყველაზე ნაყოფიერია. და ამასაც კი, წყალსაც კი, რომელიც უნდა მიაწოდო ამ შავმიწა ნიადაგებს, უნდა იყოს ძალიან მოზომილი და ძალიან კარგად გაკეთებული, იმიტომ რომ სხვანაირად იწვევს დამლაშებას. აი ბევრი კომპლექსია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ის თემა, როცა მოსახლეობასთან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი და არა მარტო იმის ძახილი, რომ მოდი შეაჩერეთ გადაწვა.